მოგესალმებით. ეს არხი გუჯას გარაჟია და დღეს ჩვენ განვიხილავთ სოფლიოში პირველ ავტომობილს, რომელიც არის 1.53 მასშტაბით ჯერ ვით და ატლასის გამოშვებულია 1924 წლიდან გამოდის ატლასის მოდელი. კი ბატონო, მოგესალმებით. დღეს საიდანაც დაიწყო საავტომობილო ერა. ავტომობილი საიდანაც დაიწყო იმ მოდელს განვიხილავთ მაგ მოდელს. არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ და კომენტარით გააზიარეთ და 10,000 გამომწერზე გაჩვენებთ მანქანას, რომელიც არის 1.8 მასშტაბის და მხოლოდ ერთადერთია საქართველოში. 1.8 მასშტაბის მანქანები არის საქართველოში, მაგრამ ის მხოლოდ ერთადერთი. კი ბატონო. დღეს ამის ამბავი. დღეს ჩემს სტიქიაში ვარ. ისევ და ისევ. მაგ მანქანის ჩემი უსაყვარლესი ბრენდის. მაგ მანქანის არ ჩაწერა შეიძლება. უბრალოდ მართლა არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ საერთოდ საავტომობილო ისტორია აი ამით დაიწყო. აი ამ ავტომობილით. უბრალოდ აქ ფეხიდან არ მოხსნი, ძალიან ნაზია. ძალიან ნაზია და შეიძლება დაზიანდეს. ხო, არ დაზიანდეს, ჯობია რომ თავისავე სადგამზე იქ. ეს ყოთაშურის დეტალიზაცია ძალიან მაგარი. კი. მასშტაბიდან გამომდინარე 1.53-ია მასშტაბი და ძალიან მაგარი დეტალიზაცია აქვს. შეძლებს და გვარად მაგას მე როგორც ვაკეთებ, კადრებში გავაკეთებ. ხო, ეს მანქანები კიდე იმიტომ აქ ეს Mercedes-ი. რომ ამ მანქანასთან ერთად უნდა იყოს. აქედან დაიწყო და გაგრძელება იყო ეს. კი ბატონო. ამითი დაიწყო და ეს არის ხო ყველაზე ბოლო გამოშვება. 900 როკეტი კი. კი, ეს არის ბოლო გამოშვება. აპირებენ კიდე რაღაც. კი ბატონო. ეხლა მოკლე ისტორიას მოვყვები. თვით იმ ლეგენდარულ პიროვნებაზე, რომელმაც შექმნა საერთოდ ავტოინდუსტრია, შეიძლება ეგრე ითქვას რა. კარლ ბენცენ. პიროვნება დაიბადა 1844 წლის 25 ნოემბერს. იქ აღარ ვიტყვი, სკოლაში სწავლობდა, უაღრესი დაამთავრა თუ რაც ქნა. მთავარი აქცენტი რა არის? 2 წლის ასაკში გარდაეცვალა მამა, რომელიც იყო მატარებლის ორთქმავლის მძღოლი. ხო. მე მანქანეს ეძახი. ხო, მე მანქანე რა. და ბავშვობიდანვე უნიკალური ნიჭი აღმოაჩნდა იმისი, რომ რაღაცა შეექმნა. კი. სხვათა შორის, გუჯა თუ ხარ დაკვირვებული, აი მაგ პერიოდში, რასაც ყვებით ისტორიებს, ხო? 19 საუკუნის ადამიანები. აი უფრო ისეთი ხალხი გამოდგა რა. უფრო მაგრები ვიდრე წარმოიდგინე რომ მაგ პერიოდში ძალიან ბევრი რაღაცეები შეიქმნა. ხო ეგრე არის. ხო. მოკლედ გავაგრძელებ ისევ თემას. 1871 წელს ინჟინერ-კონსტრუქტორ ავგუსტ რიტერთან ერთად ჩამოაყალიბა კომპანია. ხო. ეგ სახელი და გვარი გამიგია, მაგრამ არ მახსოვდა ვინ იყო. ხო, კომპანია ჩამოაყალიბა, რომელიც აწარმოებდნენ აი ორთქმავლისა იყო, დაზგისა იყო, თუ რისიც იყო, იმის დეტალებს, ლითონის დეტალებს ამზადებდნენ. თვითონ იმ დაზგების დეტალებს ამზადებდნენ რა. მაგრამ ამ რატომღაც მალევე აიცრუა გული მისმა მოცილემ. რატო? ეგრეთ წოდებულმა. ისეთი შემოსავალი არ იყო, რამდენიც რომ გასავალი იყო. ზარალი. ხო. და გაყიდა მოინდომა თავის წილით გაყიდვა. და თვითონ ამ კარლს ფული არ ქონდა. გაიგე? და მაგ დროისთვის უკვე ბერტა ყავდა შეყვარებული და მისმა მომავალმა სიმამრმა ასესხა ფული. და მთლიანად გამოისყიდა ის წილი. და ერთპიროვნული მოწილე გახდა თავისივე კომპანიის. და
და თან კომპანიას დაარქვა Benz & Company. ეგრე არ ხმობდნენ ხოლმე. ხო. ნუ მაგის შემდეგ ხო 1878 წელს შექმნა პირველი შიდაწვის ძრავა. მატონი. ხო, ძრავი შექმნა თვითონ. ორტაქტიანი ძრავი შექმნა. რომელიც წარმოიდგინე აალებადი სვეჩებს რო ვეძახით. აალების სანთლები, სტარტერი, რავი, აი ძალიან ბევრი დეტალი თვითონ მოიგონა. კი. არ იყო მაშინ ფიზიკურად. ხო, ფიზიკურად არ არსებობდა რა და სულ ყველაფერი აი რაც მაგ ძრავს ეხება, ხო ყველაფერი მაგისი მოგონილი იყო. მერე 1885 წელს დაასრულა აგერ ეს მოდელი, პროტოტიპი. ხო. Mercedes-ის გერმანიაში, Mercedes-ის მუზეუმში ეს მოდელი დგას. ხო. ოღონდ ის არის აღდგენილი. რეპლიკა არის, ნამდვილი არ არის, რეპლიკა. რეპლიკა არის, რომელიც ფოტოებიდან ააწყეს რა. და ისე ფიზიკურად აღარ არსებობს ეგ ავტომობილი, პირველი ავტომობილი. მერე 1886 წელს დააპატენტა ეს ავტომობილი და ჟენევის გამოფენაზე გაიტანა წარადგინა. მაშინ ავტოშოუ არ არსებობდა. ხო, მაშინ ავტოშოუ ფიზიკურად არ არსებობდა. ნუ რა თქმა უნდა, ეხლა როგორი ეხლა არავინ არ იცის ეს რა არის, როგორი არის რა. რაღაცა გამოიტანა. ხო, რაღაცა გამოიტანა, რომელიც რო ეტლს გავს, მაგრამ თავისით დადის. ხო, ეტლს დაუყენა ძრავა რა. ხო. თან წარმოიდგინე თვლები აიღო ველოსიპედიდან. კი, ველოსიპედი. ხო. სპორტული წყალს გამოშვებული ველო. Benz ველო. კი ბატონო. მაგას ამოვანათ. კი. ხო. და ყველაზე დიდი ფურორი როდის მოხდა? 1888 წლის 5 აგვისტოს ბერტა ბენცმა მეუღლე მოისვა თავისი ორივე შვილი ქმრისგან დაუკითხავად და წავიდა დედასთან რა. დედასთან წავიდა, ხო, კი. რომელიც დაშორებული იყო 106 კილომეტრით. 106 კილომეტრი არა? ხო, იარა ამ მანქანით. თან ამისი მაქსიმალური სიჩქარე მაგ დროისთვის იყო რაღაცა 7 თუ 8 კილომეტრი. 8 კილომეტრი. ხო. აი ეგეთი სასწაული ისტორია მოხდა რა და ფაქტურად ბოდიში გაწყვეტილებ რა გამოდის. იმ ქალმა პირველი მძღოლი იყო ხალი. ხო და ანუ იმ ქალმა ძალიან დიდი რაღაცა გააკეთა მაგ მანქანისთვის. ხო, აი ნუ რეკლამა გამოვიდა რა, ხო. რო აი მაგაზე მაგარი რეკლამა არ არსებობს, არ მოიდგინე რომ ერთადერთი ავტომობილი მსოფლიოში ხალი ჯდება რულთან, შვილებს ისვავს მანქანაში და მიდის დედასთან. კი ბატონო. რომელიც 100 კილომეტრით არის დაშორებული რა. ამისი 100 კილომეტრის გავლა მაგარი ტანჯვა იქნებოდა. ხო, სხვათა შორის იქ გზაში ხან რა გაუფუჭდა, თან აკეთებდა ხო, აკეთებდა, აბა შვილებიც მოიხმარა რაღაცა და მოკლედ ფაქტია რომ ჩავიდა. ტესტი გააკეთა. ხო. მაგის მერე 99 წელს უკვე პარიზის გამოფენაზე გაიტანა და თან ის უკვე გავრცელებული იყო ეს რეკლამის თემაც გვაგერ 106 კილომეტრი ხალხია, ხო. და მაგავე წელს გაყიდა 25 ავტომობილი. მაგარი. წარმოიდგინე რა. მაშინ ბევრი იყო, იმიტომ რომ ფაქტიურად არ არსებობდა. ხო. მერე 93 წელს გამოუშვა უკვე 4 თვლიანი ავტომობილი. ხო, 4 თვლიანი ავტომობილი სახელად ვიქტორია. მაგასაც ამოვანათებ. კი ბატონო. 97 წელს კიდე. 1897 წელზე მაქვს. დავა კონკრეტი მაგ. ხო. გამოუშვა პირველი სპორტული ავტომობილი, ველო. ველო, ხო. მერე მოხდა ფინანსური კრიზისი. ნუ, როგორც ხდება ხოლმე რა, დაემთხვა პირველი მსოფლიო ომი. კი. და მაგარი კრიზისი იყო რა და ნუ ეხა მაგ დროისთვის უკვე
მარტო ბენცი აღარ არსებობდა, ეგ უკვე 1900-იანი წლების დასაწყისი ვიძახი. მარტო გერმანიაში მაგ დროს მაგას კონკურენტები ყავდა დაიმლერი და მაიბახი. აჰა. ერთ-ერთი პირველი კონკურენტები. და ყველაზე მაგარ კონკურენციას უწევდა დაიმლერი. და დაემთხვა ისე, რომ ძალიან ფინანსურ კრიზისში რომ მოყვნენ და რაღაცა გაერთიანდნენ. და დაარსდა კომპანია Daimler-Benz. ხო. ეგ მოხდა 1926 წელს. აჰა. და 1929 წელს 4 აპრილს ეს ჩვენი კარლ ბენცი გარდაიცვალა. ბილდოების ანთებით. ხო, მაშინ ის ადვილად ხო, ნუ კორონავირუსი შეხვდა რა. კორონავირუსი შეიძლება ეგრე ვთქვა. ნუ ეგ ვიხუბრე. ხო. მაგის მერე უკვე კი ვიცით, რეებიც ხდებოდა და რაც ხდებოდა. არა, ეგ ხო. ეგენი ვიცი. ხო. 50-იანი წლების დასაწყისში Porsche ჩაერთო. კი. უკვე ხელმძღვანელი იყო თან კომპანიის Porsche. on ძალიან ცოტა ხნით 2 წელი იყო სულ რაღაც კომპანიის ხელმძღვანელი. მაგ დროისთვის გამოვიდა აი ეს შედევრი, SL300 Galvin-ი, რომლის ვიდეო ძდებს. კი. აქ რასაც ხედავთ, აქ რასაც ხედავთ, ყველას ვიდეო დევს ამის გარდა. ხო. მერე უკვე აგერ ეს შედევრი შეიქმნა. ამის მერე? ნუ ეს უკვე 80-იან წლებში. 80-იანი არა, 91-ში გამოვიდა. 91-ში, ხო. ნუ მანამდე 126 კუზაო იყო, 124 მერე იყო. 124 მერე გამოვიდა, 190 მერე გამოვიდა. ხო, ნუ აქედან დაიწყო. ხო. პლუს ფორმულა 1-ში ჩაება აგერ ჰამილტონის ავტომობილიც აქვს. მაგითი არა, ოღონდ. ეს არსებობს კიდე ენდიანი ვერსია. კი. და ნუ ბოლოს უკვე აგერ აი აქამდეც კი მივედით რა. ხო, ნაჯახით გამოთლილი მანქანა. ნაჯახით გამოთლილი მანქანა, როგორც შენეძახი, კი ბატონო. თავარი ფაქტი რა იყო? ყველაფერი დაიწყო აი აქედან. გავიგე. ამ სამწლიანი რავი რა დავარქვათ, ეტლიდან. ხო რა, ანუ ეტლს დაუყენა ძრავი უბრალოდ. კი ბატონო. მოკლედ აი ეგეთი ისტორია არის რა. დანარჩენი რა ვიცი, შეილაპარაკეთ უკიდე ახლა. არა, დავემშვიდობოთ და სანამ დაგემშვიდობებით. იქამდე არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ, გადააზიარეთ, კომენტარები დაგვიწერეთ და ვისაც სურვილი გაქვთ, დონაციითაც დაეხმარეთ არხს, რომ ესეთი მაგარი ვიდეოები ჩავწეროთ. ხო, სხვათა შორის ეს ავტომობილი დონაციით აგვექნები. კი. და ძალიან დიდი მადლობა თორნიკე ჯანგულაშვილს მაგისთვის, პირადად იმიტომ რომ ზუსტად მაგ დონაციით არის. კი ბატონო. აი ესეთ კარგ ვიდეოებს გთავაზობთ. შეძლებით და გვარად თუ რამე შენიშვნა გექნებათ, აუცილებლად დაგვიწერეთ, რომ გავითვალისწინოთ ეგ ყველაფერი და საომავლოდ იმედია კიდევ და კიდევ უფრო საინტერესო ავტომობილებს შემოგთავაზებთ. კი, მაგის პირობას მივდით. ხო, და ავტომობილების განხილვას. ზოგადად ავტომობილების არჩევის დროს ორივე აზრის ვითვალისწინებს, მაგრამ ისეთი რამე თუ არის ხომ რამე საკუთრებული უფრო ჩემსკენ არის ხომ. ნუ შენი არხია ბოლო-ბოლო, მე ხო მუშა ვარ აქ. მუშა და ისე. არა, გემუნება არ მაქვს? არა, როგორ არა, კი ბატონო, გაქვს. უბრალოდ Mercedes-სა და BMW შორის ხანდახან ხშირად კამათობთ ხოლმე მე და შენ. ხა რა ვქნა, მაყურებელს BMW უფრო იგასება. ჩემთვით. ხო, ნუ. სხვათა შორის ძალიან საწყენიერი, რომ ამას ძალიან ცოტა ნახვებია. ეს უნდა ვთქვა რა, ეს 60-ის ვიდეოს, ეს 65-ის ვიდეოს ჩაწერას რო ვაპირებთ. ხო. მან 850-ით ჩავწერეთ მე და ბევრი BMW-ები ჩავწერეთ და ეს ხო BMW-ის ფანი არ არის და BMW-ის იმასო და ის ზის რა და ბოლოს 140 მომიტანეთ რა. გიხვეწებით რა 140 მომიტანეთ. მაგე ხომ ყავს. ხო. მაგრამ სხვათა შორის 140-ზე მეც ბევრი ნახვებს ველოდებოდი და არ დაიწყო. ხო, ნუ ხდება ხო. ეხლა დავემშვიდობოთ მაყურებელს და
შემდეგი ვიდეო რა იქნება, არ ვიცი. ოღონდ მართლა. მე კი ვიცი, მაგრამ არ ვიცი. ბოროტი. შენ იცი თუ არა, არ ვიცი, მაგრამ მე არ ვიცი. ისეთ მანქანებს ვიწერთ ამ ბოლო დროს, რომ მართლა არ ვიცი შემდეგი მანქანები რეები იქნებოდა. კი, ნამდვილად ეგრე არის. კარგით, აბა დაგემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე. კარგად იყავით.